დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტოა და მეზობლების მიმართ ხისტი რიტორიკით გამოირჩევა. მექსიკის მიმართულებით ხშირად გვესმის ნარკოკარტელები და ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ინტერვენცია, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში აქტიურად იმეორებს სიტყვებს კუბას შემდეგია. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ამერიკის სამეზობლოზე, კერძოდ მექსიკაზე, კუბაზე და პანამაზე და ვისაუბრებთ მათ ურთიერთობებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს ყოფილი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში და ციფრული დიპლომატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი მალხაზ მიქელაძე. თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ლათინური ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, ამერიკის უშუალო სამეზობლო, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო სამეზობლო, სამ ძირითად ქვეყანაზე ვისაუბრებთ: მექსიკა, კუბა, პანამა, როგორც ამერიკის უშუალო სამეზობლოში გეოპოლიტიკური სიტუაციის ამსახველი და ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ გვესმის სხვადასხვა ტიპის რიტორიკა ამერიკის მთავრობის მიმართ, მაგალითად ირანში სამხედრო ოპერაციების ფონზე ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ კუბა არის შემდეგი და საინტერესოა ამ საუბრის ფარგლებში იმასაც ვისაუბროთ, რამდენად რეალური არის, რომ კუბა რეალურად იყოს შემდეგი. და ვფიქრობ დავიწყოთ იმ საკითხით, უფრო რა შეიცვალა სამხრეთ უпростоრ ცენტრალურ ამერიკაში, იმიტომ რომ 90-იანი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ძალიან აქტიურად იყო ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული ნიკარაგუაში, გრენადაში, კოლუმბიაში, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს შენელდა ეს და ლათინური ამერიკის საკითხები უფრო ამერიკის შიდა პოლიტიკური თემა იყო და სამხედრო თვალსაზრისით მაინდა-მაინც დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა და ტრამპის მეორე ვადის პერიოდში უკვე ჩვენ ხედავთ პირდაპირ ჩარევას, მონროს დოქტრინის გახსენებას, ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებას და აი კუბაზე საუბარს, რომ შემდეგი არის კუბა და საინტერესოა საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე რა შეიცვალა ამ რეგიონში იმისათვის, რომ ამერიკამ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა ამ თავისი მეზობლების მიმართ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის და ესეც საინტერესო თემის წამოწევისათვის. მოდით დავიწყოთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიო ზეიმობდა შეიძლება ითქვას ლიბერალური სამყაროს საბოლოო გამარჯვებას, როდესაც დასრულდა ცივი ომი, ერთგვარად ჩამოიხსნა რკინის ფარდა და მოლოდინი იყო, რომ თანამშრომლობით და დემოკრატიული ლიბერალური ფასეულობის გავრცობით სრული სიმშვიდე დამყარდებოდა გლობალურად. ბუნებრივია ამ პერიოდში, მოდით ისე ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ცენტრალური ამერიკა, მთლიანად ლათინური ამერიკა იყო ერთგვარად ასპარეზის ადგილი არია დაპირისპირების, ყველას კარგად მოეხსენება და ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. კარიბების კრიზისს ყველას კარგად მოეხსენება, რამდენად აქტიური იყო ხოლმე ჩარევა იგივე შეერთებული შტატების, მაგალითად გვატემალაში მიმდინარე მოვლენებზე ან სხვა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის, ისევე როგორც რუსეთის საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ესე ვთქვათ აზია წყნარი ოკეანის არეალში. შესაბამისად ეს დასპირისპირება ერთგვარად დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლით. ფარდა აიხადა, უფრო მეტი კონტაქტი და შესაძლებლობა გაუჩნდა ამ ქვეყნებს, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში გულისხმობ. 90-იან წლებში ყველას კარგად გახსოვთ, რუსეთის ფედერაცია საკმაოდ იყო სუსტი, როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად. თუ გავიხსენებთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობის პირველ წლებში საგარეო ურთიერთობებში ეგრეთ წოდებული კოზირევის დოქტრინა იყო წარმავალი, რომელიც გულისხმობდა რამდენიმე ეტაპს. პირველი იყო ეს, რომ რუსეთს სურდა ინტეგრაცია დასავლურ სამყაროსთან, მეორე ეტაპი იყო, რომ რუსეთს სურდა თავის სამეზობლოში კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, ხოლო მესამე ეხებოდა სწორედ მესამე ქვეყნებს, მესამე სოფლიოს ქვეყნებს, მესამე სამყაროს ქვეყნებს,
სადაც რუსეთმა ცალსახად შემოხაზა, რომ ეს ურთიერთობები თავისუფალი იქნება იდეოლოგიისაგან და დაეყრდნობა მხოლოდ ორმხრივ ბენეფიტებს, ანუ თუ ორივე მხარეს აწყობს, მხოლოდ მაშინ რუსეთი ჩაერთვება ახლო თანამშრომლობაში ამ ქვეყნებში. მონებრივია რესურსი მაშინ რუსეთის ფედერაციას არ ქონდა, შესაბამისად კონტაქტებიც უკვე ესეთი ღრმა არ იყო, ესე გრძელდებოდა შეიძლება ითქვას 21 საუკუნამდე, როდესაც რუსეთი ნაკლებად იყო წარმოდგენილი რეგიონში, რა თქმა უნდა, ძველი კავშირები არსებობდა და ერთგვარად საკმაოდ ძლიერი სკოლა არის ლათინური ამერიკის ექსპერტების სკოლა რუსულ საგარეო უწყებაში და ინერციით მისდევდა გარკვეული გავლენები, პლუს მაგისა საბჭოთა კავშირის ესეთი ხიბლიანი იმიჯი, რომელიც იყო ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებული, გამოყვა ამ ინერციას, შესაბამისად რუსეთთან აწყობდათ ურთიერთობა, აწყობდათ ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე, პლუს ამისა ერთგვარად ცდილობდნენ გარკვეული სარგებელის მიღებას, თუმცა ეს შეუძლებელი იყო რუსეთის იმ პირობებში. 21 საუკუნეში მოდის პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ერთგვარად პრიორიტეტები არ შეცვლილა, იგივე დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრირება, თუმცა უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, პირველი დეკადისთანავე რუსეთი უფრო აქტიურდება ლათინურ ამერიკაში, მათ შორის უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამეზობლოში. ვერ ვიტყვი, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა იყო, თუმცა უფრო ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ერთგვარად ამერიკის შეერთებული შტატების უკანა ეზოში backyard, როგორც არის ინგლისურად, როგორც ეძახიან, მომხდარიყო რუსეთის ფიზიკური ყოფნის დაფიქსირება. საინტერესო იყო ეს პერიოდი, საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ რუსეთი რეალურად ვერაფერს ვერ სთავაზობდა ამ ქვეყნებს, თუმცა ამის და მიუხედავად ცდილობდა ერთგვარი პოზიტიური იმიჯის შექმნას. როგორ გამოსდიოდა ეს? მოდით ავიღოთ შემდგომში შევეხებით უფრო დეტალურად, მაგრამ იმ პერიოდში ავიღოთ კუბის რესპუბლიკა, რომელიც მოდით ესე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ გარანტირებული ცხოვრება მას ჰქონდა, იმიტომ რომ მრავალი ინვესტიცია მოდიოდა საბჭოთა კავშირიდან, საბჭოთა კავშირი აწვდიდა კუბას იარაღს, მთლიანად უსაფრთხოების სისტემა დამყარებული იყო საბჭოთა კავშირის დახმარებაზე, ამავდროულად მას გარანტირებული ჰქონდა ესეთი სტრატეგიული პროდუქტის, რომელსაც აწარმოებდა კუბა, შაქრის იმპორტი ფიქსირებულ ფასად, ესეც შემოსავალი იყო ქვეყანაში. შესაბამისად, ამ სისტემის მოშლის შემდეგ კუბა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე როდესაც მოძლიერდა 21 საუკუნეში ფინანსურად შეძლებდა მსგავსი დახმარებების გაწევას. თუმცა სინამდვილეში ეს ესე არ მოხდა, ჩატარდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, იგივე მედვედევის დონეზე, იგივე სხვა რანგის, მათ შორის პუტინიც იყო, თუ არ ვცდები. თუმცა ის მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ძველი პრაქტიკის მიხედვით, ესე არ ხორციელდებოდა, ერთადერთი გზავნილი მაგალითად პუტინის მხრიდან იყო, როდესაც ურთიერთობდა თავის კუბელ პარტნიორებთან, მან მაგალითად რესტრუქტურიზაცია გაუკეთა საბჭოთა კავშირის დროინდელ ვალებს. რა თქმა უნდა, ეს დიდი პლუსი იყო, შეიძლება ესე წარდგენილი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა კუბამ ეს ესევე არ აღიქვა, მას მეტის მოლოდინი ჰქონდა, რაც რეალობას უკვე აღარ ემთხვეოდა. ეს იყო რეალურად ვითარება. ანუ შეიძლება დავასკვნათ, რომ უკვე 21 საუკუნეში, როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა ერთგვარად ცდილობს თავის წარდგენას გლობალურ მასშტაბზე, ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, მათ შორის მექსიკა და კარიბები აღმოჩნდა ის არეალი, სადაც რუსეთი ხედავდა შესაძლებლობას დააბალანსოს ამერიკული გავლენა ამ ქვეყნებში. აქ იდეოლოგია შეიძლება კომუნისტური არ იყო, მაგრამ ძველი ინერციიდან გამომდინარე გარკვეულწილად მწვანე შუქი ჰქონდა ამ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციას. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა რუსეთის აქტივობები ამ რეგიონში, მაგრამ ჩვენ 21 საუკუნეში ვხედავთ კიდევ ერთ აქტორს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის
სხვადასხვა გამოსვლებში ხშირად ფიგურირებს, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ პანამის მიმართულებით, როცა ვსაუბრობთ ვენესუელის მიმართულებით, ჩინეთი აქტიურად ფიგურირებს ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით და შეიძლება ითქვას თუ არა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით შესუსტების ფონზე იმის ფონზე, რომ რუსეთს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა და რესურსი, რომ თავისი ძალის სრული პროექცია ისევე როგორც ადრე აკეთებდა, გაეკეთებინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლა ჩინურმა ეკონომიკურმა ინტერესებმა და ჩინურმა ამბიციებმა, რამაც საბოლოო ჯამში შეგვიყვანა ახალ პრაქტიკულად არა ცივი ომის, მაგრამ ახალ დიდი ძალების დაპირისპირებაში ლათინურ ამერიკაში. კი ბატონო, საინტერესო ჰიპოთეზა, თუმცა რამდენიმე შენიშვნა გამაჩნია ამ თეორიის მიხედვით. პირველი ის, რომ რუსეთი მაინც ცდილობდა თავის იარაღის მიწოდებას ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის. მოდით მაგალითად შეიძლება ვენესუელას არ შესწევდა უნარი სერიოზული შესყიდვები განეხორციელებინა, თუმცა რუსეთი მზად იყო გარკვეული კრედიტირების საფასურად, საფუძვლად თვითონვე გასცემდა კრედიტს და თვითონვე აწვდიდა იარაღს ვენესუელას, რომ გაეძლიერებინა იმ დროს ჩავესის რეჟიმი. და ეს საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი და თავისი იარაღის ერთგვარი რეკლამირების, ასევე ადგილობრივი ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერის კუთხით რუსეთი ამ დახმარებას წევდა ნამდვილად. იგივე ნიკარაგუა ორტეგას ხელში საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იყო და ამის და მიუხედავად რუსეთი ცდილობდა მანდაც პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას, მაგალითად ნიკარაგუას ტერიტორიაზე მან გახსნა ანტიკრიმინალური ცენტრი და არ ვქოთ თუ არ ვცდები ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც ცდილობდა გაეწვრთნა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პერსონალი, რაც პოზიტიურად იქნა აღქმული იგივე პატარა ქვეყნების მხრიდან და ერთგვარ თავის რეკლამირებას ცდილობდა მინიმალური დანახარჯით, ხო? შესაბამისად ეს შეერაღების კომპონენტი მთლად არ ჩახსნილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. საინტერესო არის ჩინეთის როლი ამ ლათინური ამერიკის კომპონენტზე. აქ ბევრი მომენტი არის გასათვალისწინები, პირველ რიგში პოლიტიკური კომპონენტი, მე ვიტყოდი ამ ასპექტში ჩინეთი თუ გლობალურად შევხედავთ, ცდილობს ყველგან დაიმკვიდროს თავისი გავლენა და ერთგვარად ფიზიკური ყოფნა ყველა იმ არეაში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ან თუნდაც ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას გააჩნია თავისი გავლენა, ერთგვარი დამაბალანსებელის კუთხით. თუმცა ჩინეთის მთავრობა საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, იგი არ ცდილობს ერთგვარად შეერაღებული დაპირისპირებამდე მისვლას, მისი გავლენის ძირითადი რესურსი არის ფინანსები, ინვესტიციები, ტექნოლოგიები და წარმოება. ანუ აქ უფრო რბილი ძალის ელემენტებს ხედავთ ჩვენ, ვიდრე hard powers, ანუ შეერაღების მიწოდებას და ამით განსხვავდება სწორედ რუსეთის პოლიტიკა ჩინეთის პოლიტიკასთან შედარებით. თუ ავიღებთ რთულ ეკონომიკურ ვითარებას მთელ რიგ მცირე ქვეყნებში, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, იგივე ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკას გულისხმობ აქ, ჩინეთის ეს მიდგომა საკმაოდ მომგებიანი არის ამ ქვეყნებისათვის, იმიტომ რომ იმედი აქვთ ახალი ინვესტიციების, იმედი აქვთ ვაჭრობის, იმედი აქვთ ახალი საწარმოების გახსნის, შესაბამისად ეს ბევრად უფრო მიმზიდველი იყო ამ ქვეყნებისთვის, ვიდრე სამხედრო დაპირისპირება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სწორედ ამ კომპონენტში მე ვფიქრობ, ბევრ ქვეყანაში ჩინეთის გავლენა უფრო ძლიერი არის და დაფუძნებული კონკრეტულ მოგებაზე, ვიდრე მაგალითად რუსეთის ესეთი წერტილოვანი ჩასხმები ან პირიქით კონფლიქტის ან კრიზისის ინიცირება. რაც ფაქტობრივად მაგალითად ეხლაც ჩანს კუბაში, თუმცა ამაზე მოდით შემდგომში ვისაუბროთ. კი ბატონო, სანამ გადავალთ შემდეგ თემაზე, ძალიან საინტერესო თქვენი აზრით, ანუ ის დიდი ძალების დაპირისპირება შემოbrunდა თუ არა ამერიკის ეგრეთ წოდებულ ბექიარდში უკანა ეზოში, ჩინეთის და რუსეთის სახით. საინტერესო შეკითხვა არის,
ჩემს პირად ას მოგახსენებ, თუმცა მრავალი ექსპერტი ამას იზიარებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირისპირება არც არ წასულა, შეიძლება უფრო შენელებული იყო, შეიძლება კარიბის კრიზისთან ჩვენ ახლოსაც არ მივსულ ვართ, მაგრამ ამის და მიუხედავად დაპირისპირება ნამდვილად იგრძნობა. მოდით რომ გადავხედოთ მთლიანად ლათინური ამერიკის რეგიონს ეტაპობრივად მემარცხენე იდეები, იდეოლოგია, არა კომუნისტური, უბრალოდ მემარცხენე იდეები და იდეოლოგიები სოციალურ საჭიროებაზე მორგებული პოლიტიკური კურსი საკმაოდ პოპულარული ხდება მთელ რიგ ქვეყნებში. იქ ცვლილებები ხდება, მაგრამ მაგალითად ისეთი ქვეყანა როგორიც არის მექსიკის შეერთებული შტატები, ზუსტად ეხლა აღარ მახსოვს, დაახლოებით 70 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ისეთი ტრადიციული პარტია, კონსერვატული პარტია პრი შეიცვალა დემოკრატიული პარტიით და დღეს უკვე მეორე პრეზიდენტი არის აბსოლუტურად მემარცხენე, რომელიც ერთგვარად მემარცხენულ იდეოლოგიას ატარებს თავის მოსახლეობაში და პოულობს პოპულარობას ამ კუთხით. Თლიანად რომ ავიღოთ თვითონ კუბის ფაქტორი ცენტრალური ამერიკაში და ლათინურ ამერიკაში მთლიანად შეიძლება ითქვას ანტი-ამერიკულ განწყობებზე მან საკმაოდ კარგი იმიჯი შეიქმნა ბევრ ქვეყანაში. კუბა პოპულარული იყო, მე ახლა ნდელ პერიოდს არ ვამბობ, მაგრამ სულ ცოტა ხნის როდესაც ესეთ კრიზისში არ იყო, მას შესწევდა უნარი აქტიური დიპლომატია ეტარებინა მრავალ ქვეყანასთან. უბრალოდ მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, საკმაოდ იშვიათი შემთხვევა, ძალიან პატარა ქვეყანა არის და ჰავანაში ითვლება 150 თუ 160 საელჩო, ეს ნიშნავს რამდენად აქტიური არის დიპლომატიურად კუბა. იგი საკმაოდ აქტიურობდა ადგილობრივ ლათინური ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციებში, მაგალითად როგორიც არის ALBA ან სხვა რეგიონალური ორგანიზაცია, მისი სახელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ამას მხარს უჭერდა ბუნებრივია ვენესუელაც, მაგრამ თავისითაც ერთგვარ თავისი იმიჯის ექსპორტირებას ახორციელებდა სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო იდეოლოგიური, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარად ბრჭყალებში ჩავცვათ აგრესიულ პოლიტიკას ამ ქვეყნების მიმართ და ეს პოულობდა გაგებას სხვა ქვეყნებში. ეს ფაქტი არის, ამას გარდა ჰუმანიტარული მომენტები ერთგვარად ისეთი საოცნებო ქვეყნად მიაჩნდა მრავალ მოქალაქეს ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან უყვარდათ იქ ტურისტად ჩასვლა, ლამაზ ბუნებასთან ერთად კარგი მუსიკის მცოდნეები, ხშირად ექსპორტი ხდებოდა კუბელი ექიმების, ამით თავი მოქონდა კუბას დეკადების განმავლობაში და დღესაც არ ვიცი დამსახურებლად თუ დაუმსახურებლად კუბელი ექიმი საკმაოდ მაღალი შეფასებას იმსახურებს მთლიანად რეგიონში. ესეთი რბილი პოლიტიკის გატარებით soft power, რასაც ქვია, სწორედ ესე ახერხებდა კუბა თავის პოპულარიზაციას ამ რეგიონში. ანუ მოკლედ რო შევაჯამოთ, გარკვეული მემარცხენე იდეები რეგიონში მძლავრად არის წარმოდგენილი და ამის გამოყენებით ხორციელდებოდა სწორედ იგივე რუსეთის და ჩინეთის უფრო მეტი აქტივიზაცია. რატო საუბრობ, რომ ეს არ არის რაღაცა სიახლე, იმიტომ რომ დაპირისპირება შეიძლება ითქვას სულ ყოველთვის იყო. მოდით გავიხსენოთ მე-19 საუკუნეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა მონრომ მიიღო ეგრეთ წოდებული დოკუმენტი მონროს დოქტრინა, რომლის ძირითადი მიზანი იყო განეცხადებინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარი სურვილი, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში მისი გავლენა იყოს გადამწყვეტი. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, იწყებოდა დეკოლონიზაცია, ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოს მიერ. აქ ევროპელები შეიძლება ითქვას ხშირ შემთხვევაში დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ. იყო მომენტები, როდესაც ამ პატარა ქვეყნების ვალების საფასურად ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ ერთგვარად დაცვის
კუთხით თავისი გავლენა და ფარველობა განემტკიცებინა, სწორედ ამას შეეწინა მონროს კონვენცია, რომელიც აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ადგილობრივი ქვეყნები შეძლებენ თავისით გაარკვიონ ეს ურთიერთობები და გარე აქტორებისთან ეს ტერიტორია, რეგიონი უნდა განთავისუფლდეს. მაგალითად, ის რომ მოვიყვანოთ მარტო ესპანეთს დაახლოებით 100 კუბიკური ტონა ოქრო ქონდა გატანილი რეგიონიდან, რამაც ეს ქვეყანა ერთ-ერთ უძლიერესად აქცია იმ პერიოდში ევროპის მასშტაბით და მსოფლიო მასშტაბით, ვარაფერი და არა ვთქვათ უკვე სხვა ბენეფიტებზე. ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, რომ მონროს კონვენცია, უკაცრავად მონროს დოქტრინამ შეძლო გარდატეხის შეტანა, თავად შეერთებული შტატები იმ პერიოდში ვერ იყო ისეთი სამხედრო მანქანა და სიძლიერე მას არ გააჩნდა. სწორედ ამ პერიოდში ხდება მაგალითად ბრიტანეთის მიერ ფოკლენდის კუნძულების ოკუპაცია. დღესაც რჩება ფარველობა დიდი ბრიტანეთის იამაიკაზე, ბელიზზე და ასე შემდეგ. ანუ ეს შეიძლება დღეს ლეგალურად ბევრი უფლებები არ გააჩნია, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ამ ქვეყნებს შორის ბრიტანეთთან მაჩვენებელი არის, რომ მონროს დოქტრინა აქტიურად ვერ ამოქმედა მე-19 საუკუნეში. თუმცა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისშივე, კერძოდ 1904 წლიდან ტეოდორ რუზველტის განამატებით გაცხადდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აგრესიულ კურსს გაატარებს ამ კუთხით, რომ ევროპელებმა ვერ შეძლონ თავისი პოლიტიკის გატარება რეგიონში. ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ამერიკამ ფაქტობრივად თავისი ლიდერობა, ჰეგემონობა ჯერ ამ რეგიონში, ხოლო შემდგომ უკვე გლობალურად განაცხადა და აქედან გამომდინარე უკვე ამ პერიოდიდან ითვლება, რომ ლათინური ამერიკის რეგიონი ერთგვარად მიბმული არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აღარ შევუყვები დეტალებში, ძალიან ბევრი დრო რო არ წავიღო ჩვენი მსმენელების, თუმცა მე-20 საუკუნე საკმაოდ საინტერესო იყო. ამერიკამ ერთგვარად შეძლო თავისი პოლიტიკის გატარება მთელ რიგ ქვეყნებში, ავტორიტარული რეჟიმების ჩამოგდება, ან ხარდაჭერა მოკლედ შეიძლება თვითონ უშუალოდ არ მონაწილეობდა ღია კონფლიქტებში, თუმცა ხარდაჭერით ბევრი რამე შეიცვალა. იგივე თუნდაც მოდით ესე ავიღოთ მადუროს მოდით როგორ დავარქვათ მოტაცება თავის საძინებელი ოთახიდან არ იყო პირველი შემთხვევა, იგივე პანამის ავტორიტარული რეჟიმის ქონე პრეზიდენტი ნორვეგას მოტაცება 80-იანი წლების ბოლოს 99 წელს ასევე სამხედრო ოპერაციით განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს ნორვეგა ერთ დროს CIA-სთან დაახლოებული პიროვნება იყო. ეს ყველაფერს მეტყველებს, რომ ამერიკას ერთგვარი ბექიარდის თუ პერიფერიის სტატუსი მიენიჭა ლათინურ ამერიკას და ამას გაკვეთილ საფუძველი ჰქონდა. დღეს მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ მისი წინამორბედები ერთგვარად უფრო დიალოგის და დიპლომატიური ენის სტრატეგიას და ტაქტიკას მიმართავდნენ ლათინურ ამერიკაში, დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ესე ვთქვათ სიხისტე გამოაჩინა, იმიტომ რომ მოდით გადავხედოთ შემდგომში რა ვითარება არის თვითონ ლათინურ ამერიკაში. მან ერთგვარად გააქტიურა მონროს დოქტრინა, მრავალი ექსპერტი ნახევრად ხუმრობით მას უკვე დონროს, ანუ დონალდიდან გამომდინარე დონროს დოქტრინას, ანუ მონრო ორის დოქტრინას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს განაცხადი საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდიანი იქნება. გასაგებია, რომ ეს დონალდ ტრამპის მიერ იქნა გაცხადებული, თუმცა მთლიანობაში პოლიტიკა ალბათ განსხვავებული იქნება ლათინურ ამერიკაში, სადაც ამერიკა შეეცდება უცხო გავლენების ლიმიტირებას, ვინაიდან იგი მიიჩნევს, რომ დასავლური ნახევარსფერო უნდა იყოს მისი
გავლენის ქვეშ. რა დავარქვათ ამას რეალიზმთან დაბრუნება და გავლენის ზონების დაბრუნება? ვერ გეტყვით ამას მომავალი გვიჩვენებს, იმიტომ რომ დონალდ ტრამპს საკმაოდ ფართო დღის წესრიგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი ლოზუნგი იყო უპირველესად America First. დღეს ვხედავთ, რომ იგი აქტიურად ერევა საგარეო საკითხებში გლობალურად, არა მარტო ლათინურ ამერიკაში. თუმცა თქვენ მასმენელებმა რომ კარგად წარმოედგინოს ჩვენგან ეს საკმაოდ შორეული რეგიონია და შეიძლება ისე ახლოს ვერ ვაყურადებთ თუ რა ბრძოლა მიდის რეგიონში, შეიძლება მოკლე ცნობებიც მივაწოდოთ და შემდგომში თუ იმე დაინტერესდა ალბათ თვითონ ღია წყაროებში ნახავს ამ ინფორმაციას. მოდით პირველ რიგში გავმიჯნოთ გარკვეული სხვაობა არსებობს, ხო? სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკას შორის ამერიკის შეერთებული შტატებთან სიახლოვეს მდებარე ქვეყნები კუბას თუ არ ჩავთვლით, უფრო მოწყვლადი არიან ამერიკულ რიტორიკასთან, უფრო თანხმდებიან ამერიკული პოლიტიკის გატარებას, სამხრეთ ამერიკელები უფრო ცდილობენ თავისი სუვერენიტეტის დაცვით ხშირ შემთხვევაში ამერიკისთვის არასასურველი კურსის გატარებას და ეს სხვაობა ნათლად ჩანს. მაგალითად შემდგომში კიდე ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ პანამა მიიღო საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი დაემუქრა ჩინურ გავლენას პანამის არხზე. მაყურებელმა ალბათ კარგად იცის, რომ პანამის არხი მთლიანად აშენდა ამერიკული მხარდაჭერით და ამერიკული ჩართულობით, მეტიც წინამცდელობები საფრანგეთის მთავრობის ამ კუთხით წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ უბრალოდ ვერ ააშენეს ეს არხი, შემდგომში უკვე გადაიბარა ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც წარმატებულად დაასრულა ეს პროექტი. და ამდენად პრეზიდენტ ტრამპის პრეტენზიები პანამაში ჩინურ გავლენაზე საკმაოდ ლეგიტიმურად არის აღქმული თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიზეზებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორად ითვლებოდა ამერიკის პანამა წლების განმავლობაში. პანამის არხის პორტში ჩინური ბიზნესი იყო, ინვესტიცია დაფუძნებული საკმაოდ ესეთი მყისიერად, საფუძვლიანად და პანამის უზენაესმა სასამართლო გააუქმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს კონტრაქტები პანამის ამ ორ ჰონკონგის კომპანიასთან გაეწყვიტა. ეს ხდება უკვე წელს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აგრესიულად გამოდის პანამის წინააღმდეგ. ბუნებრივია ეს არ მოეწონა ჩინეთს, მეტიც მან განაცხადა, რომ პანამა ამას ძალიან ინანებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ერთგვარად ამ კონტრაქტების გაუქმების, მეტიც ჩინეთი წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში და შეიტანა სარჩელი პანამის წინააღმდეგ, ითხოვს 2 მილიარდ ამერიკული შეერთებული შტატების დოლარის ანაზღაურებას იმ ზარალისათვის, რაც ჩინურ კომპანიებს მიადგა. არც პანამა დარჩა უპასუხოდ. პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პანამა ჩინეთს უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე პირიქით ჩინეთი პანამას და გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება და ეს ჩარევა არის ჩინეთის მხრიდან სუვერენულ უფლებებში. მთავრობაც კი ვერ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ესეთი იყო ესე ვთქვათ ფორმულირება პანამის პრეზიდენტის მხრიდან, შესაბამისად ყველაფერი ძალაში დარჩა. საინტერესოა, რომ ეს ფირმები არ გასულან იმიდან, რა ქვია, თავისი ოფისებიდან და იძულებით მოუწია პანამის law enforcement, ანუ ძალოვან სტრუქტურებს გაეყვანათ ეს პირები ოფისებიდან, ამან კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა, გამოძახებული იყო ჰონკონგში პანამის კონსული, დიპლომატიური წინააღმდეგობა იქნა გაწეული, მაგრამ ყველაფერი დარჩა როგორც დარჩა. დღეს ვნახოთ შემდგომ როგორ გამვითარდება ვითარები. ყოველ შემთხვევაში ეს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება პანამის პორტში ჩამოერთვა ჩინეთის მხარეს. აქ ნათლად გამოჩნდა, რომ ტრამპის მუქარის შემდეგ პანამის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთგვარი
რეაგირება მე ხა ვერ ჩავეძიები იურიდიულ დეტალზე რას ეყრდნობოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგვარად მოხდა მისი ინტერესების უგულებელყოფა. მოდით ეს პანამა, ხო? გეგონება თითქოს პატარა ქვეყანა, მაგრამ გამოიჩინა ერთგვარი თავისი კურსის გატარების ერთგულება, უფრო განსხვავებული ვითარება არის მაგალითად სამხრეთ ამერიკაში, სადაც ქვეყნები ცდილობენ თავისი მეობის დამტკიცებას, თავისი სუვერენიტეტის აღნიშვნას, არც არავინ არ ედავება, მაგრამ მაინც ხას უსვამენ ამას. ძალიან სამაგალითოა მაგალითად ბრაზილია. ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია ლათინური ამერიკის არის მერკოსური და ბრაზილია ცდილობს ერთგვარად არ გამოსდით მთლად თავისუფალი ვაჭრობას გაფორმება ჩინეთთან, თუმცა ერთგვარი შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას ჩინეთთან, ანუ ფაქტიურად ჩინური ინტერესების გათვალისწინებას. ამავე დროს ამის პარალელურად ბრაზილია ზღუდავს ჩინურ ავტომწარმოებლებს გარკვეული მოცულობებიდან გამომდინარე, ბრაზილია მოითხოვს კვოტის გაზდას თავისი ხორცის ექსპორტზე ჩინეთში. ანუ ეს არ არის რომ სამხრივად ყველაფერს ეთანხმება ჩინეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი არიან ეგრეთ წოდებული გლობალური ორგანიზაცია BRICS-ის წევრები, ბრაზილიას თავისი პრეტენზიები გააჩნია. საინტერესო არის, რომ ერთის მხრივ ატარებს ჩინეთისთვის მომგებიან პოლიტიკას, მაგალითად ბრაზილიამ დაუშვა თავის ტერიტორიიდან რაღაცა ძალიან დიდი ოდენობის ჩინური თანამგზავრის გაშვება დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 234 თანამგზავრი შეუძლია ჩინეთს გაუშვას და ამის ლიცენზია მას აქვს 2031 წლამდე. წარმოგიდგენიათ ეს ამხელა დარტყმარის უსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ვინაიდან ეს თანამგზავრები შეიძლება გამოყენებული იქნეს ორმაგი დანიშნულებით, პლუს მსგავსი ტექნოლოგიები, როგორც წესი და არც ეს არ არის გამონაკლისი, ერთგვარ კოორდინაციაში ხდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებთან. ესეთი ვითარება არის. იგივე მაგალითად ჩილე განიხილავს თავისი ერთ-ერთი რეგიონიდან ჰონკონგამდე ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის გაყვანას, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება ამერიკული ჩართულობიდან, ბუნებრივი ესეც ერთგვარად უსაფრთხოების მომენტი არის მთლიანად რეგიონისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩილე ახლა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის და საკმაოდ დიდი ვაჭრობაც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო? სწორედ აი ამ ბოჭკოვანის გამო ტრამპიც რეაგირებს და მაგალითად ამ შეთანხმების შესაბამისად მან დააწერა ვიზის შეზღუდვა რამდენიმე ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ გარიგების შეთანხმებაში. შეიძლება ამაზე კიდე ვისაუბროთ ქვეყნებზე თუ გადავალთ, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს არეალი ბრძოლისგან არ არის თავისუფალი, დღესაც მიმდინარეობს. ჩინეთს თავისი პრეტენზია გააჩნია და ეს საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია არის იქ მყოფი ქვეყნებისათვის, ვინაიდან ჩინეთი პირდება გარკვეულ ინვესტიციებს, ვაჭრობის გაზდას, ერთგვარად ეკონომიკურ ბენეფიტებს, რაზეც უარს ხშირად ეს პატარა ქვეყნები ვერ ამბობენ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო არის. სანამ გადავალთ უშუალოდ ქვეყნებზე, ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა. ჩვენ საქართველოში რაღაცას რო ვიღებთ, იმიტომ რომ რაღაც ან ტრაგედია მოხდა, ან რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, განსაკუთრებით ისეთ შორეულ რეგიონებზე, როგორიც ლათინური ამერიკა არის, ჩვენ ხშირად ჩვენ სამეზობლოსაც არ ვიცნობთ წესიერად, სამწუხაროდ, მასობრივად რო ვისაუბროთ მოსახლეობაზე და ეს მექსიკის მიმართულებით, კუბის მიმართულებით, ვენესუელის მიმართულებით ინფორმაციები, რაც შემოდის საქართველოში, არის უბრალოდ ტრამპის მწვავე რიტორიკიდან ან რაღაცა კონფლიქტისგან, რაც იქ ხდება და რეალურად საინტერესოა
ეს დაძაბულობა ეხლა რაც ჩანს საინფორმაციო გარემოში რო არის ამერიკასა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას შორის ეს ესე იყო თუ უბრალოდ ტრამპმა თავისი სტილიდან გამომდინარე ეს პოლიტკორექტული ელემენტი და დიპლომატიური ელემენტი მოაცილა და ის რაც მაგალითად კულისებს უკან შეიძლება ხდებოდეს გამოიტანა უკვე საჯაროდ და აი ამ ჭრილში ვხედავთ ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო შეკითხვა და ალბათ რამდენიმე ეტაპად უნდა გავყოთ. რა თქმა უნდა, ტრამპის ფაქტორი მნიშვნელოვანი არის ემოციური განცხადებები, გადაწყვეტილებები, არა მარტო ლათინური ამერიკის მიმართულებით, ხო, იქ თავის მოკავშირეებთანაც ზედმეტად ფამილიარული არ არის და უხეშად მიმართავს ხშირ შემთხვევაში. მით უმეტეს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც შეკრებილები არიან ამ მიმართულებით, ლათინური ამერიკის მიმართულებით. მოდით შეიძლება ითქვას, რომ შექმნა თუ არა დონალდ ტრამპმა დაძაბულობა. ბუნებრივი ეს აქტუალური საკითხები მანამდეც იყო, ანუ ყველაფერი ზუსტად ისევე იყო, როგორც დღეს არის, თუმცა რეაგირების სახე აბსოლუტურად განსხვავებულია და ეს ერთგვარად ემოციურობას მატებს დღეს არსებულ ვითარებას. ბუნებრივია მიგრაცია, ისეთი საკითხები, როგორც არის ნარკოტრაფიკი და ასე შემდეგ, იყო სხვა ადმინისტრაციების თავის ტკივილის და ისინი თავისებურად ებრძოდნენ. თუმცა აქ საინტერესო მომენტი არის, სხვა ადმინისტრაციები თუ ცდილობდნენ ამ საკითხის დიპლომატიური ენით მოგვარებას, პირდაპირ ვთქვათ, ეხმარებოდნენ ამ ქვეყნებს ინსტიტუციონალურ განვითარებაში, თავისი ტრენინგებით, აღჭურვილობით, გამოცდილებით და ასე შემდეგ. ტრამპი უფრო მოთხოვნადი არის, ისე რომ მას არაფრის გაღება არ უნდა, ხო? ამდენად მოდით უნდა განვასხვაოთ შინაარსის სტილი და ჩარჩო. რეალურად ამ ურთიერთობებში, რეალურად შინაარსობრივად პოლიტიკა, კურსი უბრალოდ მოდით ესე ვთქვა, ტაქტიკა, სტრატეგია უკაცრავად უცვლელი არის, უწყვეტი არის, რაც უნდა წინა პრეზიდენტებს, იგივე უნდა ტრამპსაც. სტილით ბუნებრივი აქ რადიკალური განსხვავება არის და ტრამპის პირდაპირი მუქარები ამ ქვეყნების მიმართ ერთგვარად სხვა ემოციურ დატვირთვასაც, მით უმეტეს ლათინოსები საკმაოდ ემოციური ადამიანები არიან, სხვა დატვირთვასაც იწვევს. მაგალითად, მექსიკაზე მუქარა ტარიფებზე ერთგვარ ხელყოფად სუვერენიტეტის ხელყოფად აღიქვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მექსიკის პრეზიდენტმა პირდაპირ ამას ხაზი გაუსვა, თუმცა რა თქმა უნდა ასევე გაიზიარა, რომ მათ შესწევთ მეტი ქმედებების გატარება და დაიწყეს კიდევაც გარკვეული ქმედებები, თუმცა აქვე კრიტიკა არ დააკლდა ტრამპის ამ გამონაცვალებას. ანუ სტილი აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის. და ჩარჩო, მოდით ესე ვთქვათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც მოხდა, ტრამპის დროს მიგრაცია აღარ არის, იგივე ნარკო გასაღება აღარ არის შიდა პრობლემა, ეს გახდა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხო? აი ეს სხვაობა, თუ შინაარსობრივად დიდი სხვაობა არის, სტილში არის სხვაობა და ბუნებრივია ჩარჩოში კიდევ უფრო მეტი სხვაობა. აქ უკვე მოთხოვნა მეორე მხარესთან მიდის. რამდენად ლეგიტიმურია ეს? აქ შეიძლება სხვადასხვა ექსპერტ, სხვადასხვა აზრი ქონდეს. ტრამპის ლოგიკა, რომ ცენტრალური ამერიკიდან და ლათინური ამერიკიდან შემოდის ეს ნივთიერებები და უკვე საღდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლათინური ამერიკის პოზიციით კი, როდესაც არსებობს მოთხოვნა საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, მოწოდება სულ ყოველთვის იქნება და მასთან ბრძოლა რთულია. ისინი ცდილობენ, რომ ებრძოლონ ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ ითხოვენ უფრო ქმედით ნაბიჯებს თავად შეერთებული შტატებიდან, რათა ადგილზე ერთგვარად შემცირდეს ეს მოთხოვნა და ამით უფრო განეტრალდება ეს მიწოდების მოცულობა და ერთგვარად ინტენსივობა, მოკლედ რო ვთქვათ. აი ეს ვითარება არის და ბუნებრივია
აქ ორივე მხარეს გააჩნია ერთმანეთისადმი პრეტენზია, მთავარია რომ კრიმინალური ელემენტები ამით სარგებლობენ და ამითაც ჩანს ეს ერთგვარი დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამ ქვეყნებს შორის. მაგალითად, ნარკოტრაფიკი, მიგრაციის შეზღუდვა ბუნებრივია, ართულებს ცხოვრებას ლათინური ამერიკის მხარეს და ერთგვარ მეტ პასუხისგებლობას მატებს მანდ. კი ბატონო. მოდით ვისაუბროთ უშუალოდ ქვეყნებზე და დავიწყოთ მექსიკით, ქვეყნით, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ვახსენეთ, რომ რაც უფრო ახლოს არის ლათინური ამერიკის ქვეყანა, მით უფრო დამოკიდებული არის ამერიკის პოლიტიკაზე და უჭირთ შეეწინააღმდეგონ ამერიკის მითითებებს, ასე ვთქვათ, ძალიან უხეშად რო ვთქვათ. მექსიკას რამდენად აქვს სტრატეგიული ავტონომია, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, დიპლომატიური მიმართულებით, თუ ის თავს უკვე მოიაზრებს ჩრდილოეთ ამერიკის, ანუ ამერიკის გარშემო შექმნილი ეკონომიკური და უსაფრთხოების გარემოს უშუალო ნაწილად. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ალბათ აქ გავლენა გააჩნია ცალმხრივად გავლენა აქვს ისტორიულ ფაქტებს და მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობები საკმაოდ რთული არის, იყო საკმაოდ წარმატებული პერიოდები, იყო დაძაბულობების პერიოდები, იყო ომი, იყო ოკუპაცია და ამას ერთგვარი გავლენა მთლიანობაში ბუნებრივია ექნება, მით უმეტეს ისეთი დიდი მეზობელი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ყავს გვერდზე. გავიხსენებ ერთ-ერთ მექსიკის ერთ-ერთ აქტიურ და ესე ვთქვათ გავლენიან პრეზიდენტს პორფირიო დიას, მას ნათქვამი აქვს pobre México tan cerca de Estados Unidos y tan lejos del señor. ანუ საცოდავი მექსიკა ესე ახლოს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ესე შორსაა ღმერთისაგან. ანუ ეს იმპერიალისტური განწყობები თუ შეიძლება ითქვას ესე რაც არსებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია თავის გავლენას იქონიებდა ურთიერთობებში მექსიკასთან. მან არის ის მომენტები, როდესაც მექსიკა აცხადებდა, რომ მთელი ეს სამხრეთ კალიფორნიის ნაწილი მას ეკუთვნოდა დამსახურებულად თუ დაუმსახურებულად, ეს კიდე მეორე საკითხია, თუმცა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მიერ ამ ტერიტორიების აყვანა, მეტიც ისინი პირდაპირ მეხიკომდე იყვნენ ჩასული, მეტიც მეხიკოს შუა გულში არის ზეგლი, რომელიც მიეძღვნა რამოდენიმე 15 თუ 16 იუნკერს, აი რომ გადავიტანოთ ანალოგია საქართველოსთან, რომელიც შეეწირენ ამ ომს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც ისავდნენ თავის დედაქალაქს, როცა მუდმივი ჯარი ერთგვარად მიმოფანტული იყო, აი იუნკერებმა დაიწყეს ბრძოლა. უთანასწორო დაიღუპნენ, მაგრამ დღესაც გმირებად არიან და მეხიკოს ცენტრში არის მათი ძეგლიც და ნიშნის ნაწილებიც მანდ არის დადებული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს მეხსიერება ბუნებრივია გავლენას იქონიებდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მექსიკელების საქმით ეს არის უთანასწორო პარტნიორობა, როდესაც უფრო მეტი მოგება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა ანალოგიურად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ პირველ რიგში ამ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, კორუფციასთან დაკავშირებით და იმ მავნე ელემენტების გადადინებით, რასაც არაკანონიერი იმიგრაცია გვქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. თვითონ მექსიკა რო წარმოვიდგინოთ საკმაოდ ჭრელი ქვეყანა არის, წარმოვიდგინეთ იქ
არიან სხვადასხვა ტომების წარმომადგენლები, აცტეკები, მაიები, ტოლტეკები, ისევე როგორც კონკისტადორების შთამომავლები. ამდენად მექსიკის ერთიანობა ასევე პრობლემული საკითხი იყო ქვეყანაში და ყოველთვის ამას ხაზი ესმება, ვინაიდან დღესაც მაგალითად სამხრეთის შტატები შეიძლება ითქვას უფრო ახლოს არიან გვატემალის ან ჰონდურასის მოქალაქეებთან თავისი ნათესაობრივი კავშირებით, იმიტომ რომ ორივენი არიან მაიას წარმომადგენლები, ვიდრე ჩრდილოეთში აცტეკების წარმომადგენლები, ხო? თუმცა ნუ აი ამ ერთიანობის გაძლიერების კუთხით მთავრობა ცდილობს ყველანაირად შეძლოს ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება და გარკვეულწილად ამაში წარმატებაც არსებობს. მე არ მინდა შთაბეჭდილება დარჩეს ჩვენ მსმენელს, რომ იქ თითქოს რაღაცა დაპირისპირება იყოს, მაგრამ ბევრწილად აი ეს unity, ანუ რაც აკავშირებს ამ სხვადასხვა რეგიონებს, საკმაოდ რთულად გვაქვს აქ ვითარება. სწორედ აქედან გამომდინარე ერთნაირი მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ნამდვილად არ არის. მოსაზღვრე რეგიონები შეიძლება ითქვას მთლიანად ინტეგრირებულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია სუვერენული არის ამერიკის ეკონომიკასთან. ხშირი არის, როდესაც თქვათ, ქალაქი ტიხუანა უშუალოდ საზღვარზე დგას, ტიხუანას მაცხოვრებელი მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საღამოთი სახლში ბრუნდება თავის ტერიტორიაზე და ეს ბავშვები დადიან სკოლაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და საღამოთი ბრუნდებიან მექსიკის ტერიტორიაზე, ანუ ეს გადაჯაჭვული არის, ნამდვილად პარტნიორობა არსებობს და უფრო მეტის მოლოდინი ორივე მხრიდან, რომ ეს პრობლემები გადაწყდება. რატო ვამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ ბუნებრივად ესენი გეოგრაფიული მეზობლები არიან ორივენი ქვეყანა, ერთგვარი საწარმო კავშირები ძალიან ძლიერი არის, ვერც ერთი ვერ შეცვლის გეოგრაფიას და მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ნამდვილად ესაჭიროებათ. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მექსიკამ საკმაოდ დიდი მოგება მიიღო ამ სიახლოვით, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა გააჩნია ლათინურ ამერიკაში არსებული პრობლემების მიუხედავად. მას გააჩნია ნავთობის მარაგები, ეხანდელი მმართველობა არა, მაგრამ წინა მმართველობა ცდილობდა ამ სახელმწიფო მონოპოლიების მოშლას ამ ნავთობსაბადოებზე და პირიქით ამერიკული ინვესტიციების ჩადებას. ერთგვარი გართულების გათვალისწინებით, დისტანციის გათვალისწინებით და ტრამპის დამოკიდებულების გათვალისწინებით მრავალი ჩინური საწარმო ცდილობს გადმოიტანოს თავის საწარმოები მექსიკაში. შეიძლება ითქვას, რომ მექსიკაში ყველა ტიპის საწარმოები აქტიურად მუშაობს. აქ უმაღლესად განვითარებული არის ტექსტილი, მანქანათმშენებლობა, განათლება, მოდით ესე ვთქვათ, შრომის მაჩვენებელი, შრომის ხელის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალკვალიფიციური არის ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ. ისე რომ აქედან ცოტა სხვა იმიჯი აქვს მექსიკას, მაგრამ რეალურად მექსიკას კარგი საფუძველი აქვს კიდევ უფრო გაზარდოს თავის ეკონომიკა, მით უმეტეს ეხლა, როდესაც ერთგვარად ხდება ამ ჩინური საწარმოების ან ამერიკაში დაბრუნება, ან მის მასხმლობლად და ეს ინტეგრირებული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ მექსიკა იყოს აქ წამყვანი. მაგალითად, თბილისში კარგად ცნობილი BYD ბრაზილიაში გააჩნია მას საწარმო, მაგრამ ეხლა ცდილობს ასევე დიდი საწარმოს გახსნას მექსიკის ტერიტორიაზე და ერთგვარად პირდაპირ კონკურენციის გაწევას დაუშვათ სხვა მის ანალოგებთან. ყოველ შემთხვევაში წინასწარ შერჩეულია რამოდენიმე კანდიდატის შორის, რომელმაც უნდა შეისყიდოს ავტოსაწარმო მექსიკის ტერიტორიაზე, რომელიც განლაგებულია. მაგალითად, ბოლო პერიოდამდე თბილისში პოპულარული იყო ერთი პერიოდი Volkswagen Juki, გამოიშვებოდა მხოლოდ მექსიკის ტერიტორიაზე, სხვაგან არსად. ისევე როგორც სხვა Volkswagen-ები, Toyota-ის ზრავები. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ მექსიკის ერთგვარად ეკონომიკა არ ეყრდნობა მხოლოდ ტურიზმს, როგორც შეიძლება საქართველოში წარმოედგინათ და
ერთგვარად სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოებას, არამედ აქვს საკმაოდ განვითარებული მუშახელიც არის, განვითარებული საწარმოებიც არის და აი ამ სიახლოვემ ბევრი ბენეფიტები მოუტანა ამ ქვეყნის ეკონომიკას. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა ასიმეტრიული არის, იმიტომ რომ მაინც ეს მცირედია და ის უზარმაზარი ეკონომიკაა, მაგრამ იმდენად ახლოს ინტეგრირებული არის ეს კომუნიკაციები და გზები, რომ ალბათ ვერავინ ვერ შეედრება მიმზიდველობით მექსიკის ეკონომიკასთან სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნები. ალბათ ესე უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს რთული ურთიერთობები. მონებრივია შეიძლება კრიმინალზეც ცალკე ვისაუბროთ თუ ის ინტერესი იქნება. კი, და ზუსტად ამ მიმართულებით მინდა ახლა ჩავშალოთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩვენ გვესმის ხოლმე მხოლოდ ცუდი თუ რაღაცა რეგიონში ხდება და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო საუბარი კარტელებთან ომზე. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ შეიძლება ამერიკამ სამხედრო ძალა გამოიყენოს კარტელებთან ბრძოლაში. რო აუხსნათ მაყურებელს, ვინ არიან ეს კარტელები და რეალურად რა ძალა გააჩნიათ მექსიკაში? არის ეს რეალურად იმ დონის ძალა, რომელსაც სჭირდება ამერიკის სამხედრო ჩართულობა, რომ მოგვარდეს, თუ ეს არის პროპორციებიდან ამოვარდნილი და გაბუქებული პრობლემა? ძალიან კომპლექსური და საინტერესო კითხვა. შევეცდები მე რაც გამაჩნია ინფორმაცია მის ფარგლებში ვისაუბრო. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მრავალი წელი წამყვანი ლათინურ ამერიკაში იყო კოლუმბიური კარტელი, კოლუმბიური კრიმინალები, მაფია, როგორც გნებავთ დაარქვით, პაბლო ესკობარის თანადობით, რომელმაც შექმნა შეუდარებელი სისტემა კრიმინალური, რომელიც კოლუმბიიდან აწარმოებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და შემდეგ უკვე მექსიკის ტრანზიტით შედიოდა ეს ნივთიერებები, ძირითადად მექსიკის ტრანზიტით შედიოდა ნივთიერებები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ბაზარზე ამერიკის დახმარებით კოლუმბიის მთავრობამ შეძლო ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა კრიმინალთან. პაბლო ესკობარიც ჯერ დატყვევებული იქნება, მერე რეალურად მოკლული იქნა და ფაქტიურად ეს სისტემა ჩამოიშალა. აქ უკვე თავისი ლიდერშიპი გამოიჩინა მექსიკურმა კრიმინალმა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკმაოდ ძლიერი კარტელები. რის ხარჯზე? ჯერ ესეთი კოლუმბიის ნარკომაფია ამ პერიოდში დაეცა და იქ დაგსაქსული იყო. საინტერესო იყო, რომ შევადაროთ მექსიკური კრიმინალი და კოლუმბიური კრიმინალი, ჩემ პირადაც მოგახსენებთ, ის მეტად უფრო ცენტრალიზირებული იყო. პაბლო ესკობარის სტრუქტურა ვერტიკალურად შეკრული იყო და ის აკონტროლებდა ნებისმიერ მოძრაობას და ნებისმიერ ერთგვარად ვითარებას. საინტერესო არის, რომ აქ მექსიკის შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება არის, უფრო მორგებული შეიძლება ითქვას საბაზრო ეკონომიკაზე, ვინაიდან დეცენტრალიზირებული არის. იგივე მაგალითად რომ შევადაროთ ერთ-ერთი ცნობილი ტრადიციული ნარკოკარტელია სინალოას კარტელი, რომელიც იმ რეგიონიდან წარმოიშვა და მისი ხელმძღვანელი ელ ჩაპო ცნობილი, რომელიც ჯერ ერთხელ ციხიდან გაიქცა და მერე კვლავ დაატყვევეს და დღეს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იხდის სასჯელს. მისი დაჭერით ვერ იტყვი, რომ სინალოას კარტელი დაიშალა. პირიქით, მან გააგრძელა თავისი ფუნქციონირება, რამოდენიმე შვილისა და ერთ-ერთი წამყვანი კრიმინალის მიერ დაიწყო, გააგრძელა თავისი მოქმედება, ანუ ეს მეტყველებს უფრო მოქნილობას იმ გამოწვევებთან, რაცაც შეიძლება სტრუქტურირება, ინსტიტუციონალიზაცია, უხეშად რო ვთქვათ, შეიძლება უწოდოთ ამ კრიმინალური დაჯგუფებების. მეორე მომენტი, რომ მექსიკის კრიმინალიტეტმა საკმაოდ წარმატებულად გამოიყენა კავშირები ჩინეთთან, რომლისგანაც აქტიურად შემოდის და ეს არის ერთ-ერთი პრეტენზია ტრამპის და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მექსიკის
ძალოვნებთან. ჩინეთიდან შემოდის საკმაოდ იაფი ქიმიური ნივთიერებები, რომლის საშუალებითაც მარტივად კეთდება სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც ბევრად უფრო იაფი არის, ვიდრე ბუნებრივი კოკაინი იქნება თუ გეროინი, რომელიც იწარმოებოდა კოლუმბიაში. შესაბამისად, ამ სეგმენტმა, უпростоრედ ამ საქონელმა სრულად გადაფარა მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო ცუდი არის ორგანიზმისთვის, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რაღაცა ელემენტები არის გამოყვანილი, რომელიც ერთჯერადად უკვე addiction, ანუ დამოკიდებულებას იწვევს და აი ეს იაფი ნივთიერებებიდან გაკეთებული მექსიკურ ლაბორატორიებში წარმოებული ნარკოტიკი უკვე ძირითადი მასა არის ამერიკის შეერთებული შტატის ბაზარზე. შესაბამისად, სწორედ ამიტომ პრეტენზია მექსიკელ ძალოვნებთან მიიმართა. საინტერესო არის, რომ ტრამპის ამ განცხადების თაობაზე, რომ თუ საჭიროა სამხედრო ძალასაც გამოიყენებს მექსიკის ტერიტორიაზე, როგორც უკვე აღნიშნე, მოყვა მექსიკის პრეზიდენტის საკმაოდ მკვეთრი ნეგატიური რეაგირება, რომელმაც ხაზი გაუსვა მექსიკის სუვერენიტეტს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ფრაზების შემდეგ ერთგვარად უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიწყო მექსიკის მთავრობამ გადადგმა ამ კუთხით. რატო არის კარტელი, რა ფენომენი არის და რატო არის ესეთი ძლიერი? ნუ აქ ალბათ მექსიკის ბუნება უნდა იცოდეს, სწორედ აი ეს სხვადასხვა ტომის არსებობა და ერთგვარი თანატომელების ხარდაჭერის იმედი, სწორედ ამიტომ კარტელები უფრო გეოგრაფიულად არიან ორგანიზებული, მაგალითად ყველაზე დიდი და ყველაზე ხანგრძლივი რაც არსებობს სინალოას კარტელი დღესდღეობით მე მგონი შეგნითაც არეულობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი გავლენიანი ტრადიციული კრიმინალიტეტი არის შეგნით შეკრებილი. იყო მცდელობები ერთგვარად როგორ გითხრათ მაკონტროლირებადი კრიმინალური ჯგუფებების შექმნა ყოფილი სამხედროებისაგან, რომლებიც შემდგომში ნამდვილი კრიმინალები გახდნენ და მათაც დაიწყეს ამ ბიზნესისგან ძალიან დიდი მოგებების მოპოვება, მაგრამ ეს ტომზე ან რეგიონზე დაყრდნობილი კარტელები საკმაოდ ძლიერი არის და მათ გააჩნიათ თავისი გავლენა. რატო? პირველ რიგში მოდით ესე ვთქვათ, უსაფრთხოება. მექსიკა ტურისტული ქვეყანაა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს გარკვეული რეგიონები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვეში, მაგალითად ბახა კალიფორნია, ანუ სამხრეთ კალიფორნიის შტატი, ან თუნდაც კანკუნი საქართველოში კარგად ცნობილი არის. იქ უსაფრთხოება ჩვეულებრივად უზრუნველყოფილი არის. ბუნებრივი აქ ერთგვარი ალბათ გარიგება ხდება, ხო, ძალოვანი სტრუქტურებსა და კარტელებს შორის, რა ესეთ რეგიონებსა და ტურისტის დიდი ნაკადია და აქ ამით ცხოვრობს მოსახლეობა, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არის. ანუ რაზე ვახსენებ ამას, ფაქტობრივად გამოდის, რომ თითოეულ რეგიონში უსაფრთხოების საკითხი გარკვეულწილად უნდა შეთანხმებული იყო იქნას ადგილობრივ კრიმინალთან. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი ეკონომიკა. ძალიან დიდ მოგებებზე არიან გასული ეს დაჯგუფებები და ხშირად დასაქმების კუთხით, დახმარების კუთხით, სოციალური პროგრამების კუთხით, მაგალითად სამავთყოფოს აშენება და ასე შემდეგ, მათ შეუძლიათ ეს ხარჯი გაწიონ და ამას ადგილობრივი მოსახლეობა აფასებს რაღაც აი ესეთი ესკობარის მას მიყვებიან ალბათ. და ახლობით რატო ეხა იტალიურ მაფიაშიც ხშირად იყო, ხო, ესეთი ქველმოქმედება და გარკვეული ადგილობრივად დახმარების გაწევა, საქართველოს არ ვახსენოთ ამ შემთხვევაში, თუმცა აქაც რაღაც მომენტები ხდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარულს ხდის ამ პირებს, ესეც მნიშვნელოვანი და პოლიტიკური გავლენა, ანუ ამ კრიმინალს გააჩნია გავლენა ადგილობრივ არჩევნებში და ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტია, როგორ ხდება
ამ კრიმინალისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთ გამოსადეგობა, ესე ვთქვათ, კონტაქტები. მე აღარ ვახსენებ, ახლა კორუფცია, ბუნებრივია კორუფცია, ყველაფერში არის და მექსიკა ნამდვილად გამონაკლისი არის, კორუფცია დიდი პრობლემა არის მექსიკაში სამწუხაროდ და ამასაც ამის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს კრიმინალური დაჯგუფებების გავლენა შეიძლება დავასახელოთ, როდესაც ძალაუნებრივად ჩინოვნიკი იქნება პოლიციელი თუ სახელმწიფო მოხელე, მას ცდუნება გააჩნია საკმაოდ დიდი მოგებების პოვნა, მიღება ამ კრიმინალებისაგან, რასაც ბუნებრივია ვერ გაექცევა ხოლმე სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოქალაქე. აი ეს ფენომენი მუშაობს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, რამდენად რეალური არის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას? იმიტომ რომ ხშირად არის საუბარი, ხშირად არა, ამ ყოფილი კარტელის წევრების ან კრიმინალების ინტერვიუებს რო უყურებ, ძირითადად იმას ამბობენ, რომ კი, ეს არის ნარკოკარტელი, მაგრამ ძირითადი ბიზნესი არის ლოჯისტიკა, ლოჯისტიკის ბიზნესია, გზებს აწყობენ, შემოტანეს და ნარკოტიკი უბრალოდ ამ გზებზე გადის. მექსიკის უდიდესი უპირატესობა არის, რომ ამ სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზართან ახლოს არის და იქ ტრიალებს უზარმაზარი ფული. იქ რო დააკავებენ 300 ტონა ნარკოტიკს, 5 მაგდენი შედის და საღდება ამ ბაზარზე და რამდენად რეალური არის, რომ ამ ტიპის კრიმინალი აღმოიფხვრას და ამაზე მიდის თუ არა რეალურად მექსიკაში საუბარი, თუ ისინი შეგუებული არიან, რომ ეს არის მოცემულობა და ამას ვერაფერს ვერ უზამენ. მოდით ესე ვთქვათ, სატრანზიტო ლოგისტიკა ძალზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, როდესაც პაუბლო ესკობარი იყო წამყვანი კრიმინალურ კარტელებში, მაშინ მექსიკული კარტელები სწორედ ამ ფუნქციას ახორციელებდნენ, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა, როგორც ვახსენე, ამ სინთეტიკური ნარკოტიკის წარმოებით თავად მექსიკური კრიმინალი გახდა მწარმოებელი და ყველაზე დიდი შემტანი თავისი ნივთიერების ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი აქ არის თავარი პრობლემა, ადრე თუ ტრანზიტზე გარკვეულ თანხას იღებდნენ, დღეს უკვე მოგება ბევრად უფრო გაიზარდა. მე ვერ ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ნარკოკარტელებთან ბრძოლის, საერთოდ ჩემი სფერო არა, მაგრამ აქ ფაქტობრივად ჩანს, რომ ეს არ შეიძლება ცალმხრივი მოქმედება იყოს. და ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ნარკომოხმარებასთან ბრძოლაში. ის რომ ეს ნივთიერება შედის ძალიან ცუდია, მაგრამ ადგილზე რომ ვერ ახერხებენ დისტრიბუტორების, მომხმარებლების პრობლემის გადაწყვეტას, ეს ნამდვილად უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმე არის, ხო? ამდენად ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და ეს უფრო გაადვილებს ამ პრობლემის შემსუბუქებას. მთლიანად აღმოფხვრაზე, არ ვიცი, რამდენი აწლეული შეიძლება ამას დაჭირდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ შესუსტდება მათი როლი, ფუნქცია და ასე შემდეგ, ეს ალბათ ცალსახა არის. ტრამპი დღეს ემუქრება მექსიკას, რომ განახორციელებს ამ კარტელებზე შეტევას. წინა პრეზიდენტები, იგივე ობამა, იმის წინა პრეზიდენტები სთავაზობდნენ ინსტიტუციურ დახმარებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი მიმდინარეობს და აქ ვერ დავაბრალდეთ მარტო მექსიკის მხარეს, რომ წაგებული არის, ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებაც საჭიროა. არა მარტო მექსიკაში, არამედ ქვეყნის შიგნით. დისტრიბუცია რეალურად ამერიკის მიწაზე ხორციელდება, ხო? კი ბატონო. მოდით გადავიდეთ კუბაზე, იმიტომ რომ კუბაშიც არის მიმდინარე პრობლემები, გამოსვლები იყო ბოლო პერიოდში, რაც ჩემი ინფორმაციით მე რაც მოვიძიე, გამოწვეული იყო ძირითადად იმ ეკონომიკური პრობლემებისგან, რა ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა ვენესუელის დაკარგვით, ასე ვთქვათ, კუბისთვის. რა სიტუაციაა დღეს კუბაზე და რა პროცესები მიმდინარეობს იქ? ძალიან საინტერესო ქვეყანა არის, მე ვიტყოდი, შეიძლება არა მოუხიბლელი ეკონომიკურად და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში არის დღეს კუბა. ჩვენ
ცირეოდენით შევეხეთ უკვე კუბას პოსტსაბჭოთა პერიოდში, მაგრამ როგორც აღნიშნე, კუბას იმიჯი ლათინურ ამერიკაში კვლავ უკავშირდებოდა კასტროებს, ძმებ კასტროებს, ჩე გევარას, ერთგვარად ბრძოლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რომანტიზირებულიც იყო, უშუალოდ თვითონ კუბაზე, ვერ ვიტყვი რომ კომუნისტური ხელისუფლება პოპულარული არის და სიყვარულით არიან გამშვალული მისდამი მოსახლეობა, მაგრამ გარკვეული პროპაგანდა და ერთგვარი ნარატივების სამთავრობო თავის გავლენას, რა თქმა უნდა, ახდენს. ანუ ეს არის ჩვეულებრივი კომუნისტური ქვეყანა თავისი გაჭირვებით, თუ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირი ამარაგებდა მას როგორც სურსათით, ნავთობით და ასე შემდეგ. უკვე 21 საუკუნეში ეს როლი ითავა ვენესუელამ. მე ვიტყოდი რომ თვითონ უგო ჩავესი იყო იდეოლოგიურად ესეთი ექსტრემალურად შეყვარებული მემარცხენე იდეოლოგიაში და იგი ძალიან დიდ პატივს სცემდა უშუალოდ კასტროს და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას უგო ჩავესის სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება ითქვას უფასოდ აწვდიდა ნავთობს და ნავთობმასალებს კუბის რესპუბლიკას. სწორედ ამით სულდგმულობდა ალბათ ძირითადში კუბა იმ პერიოდში. ის კი არა იმდენად წმენა ქონდა კუბელების, რომ უკვე ძიმედ დაავადებული იყო უგო ჩავესი, როდესაც მკურნალობას ანდობდა მარტო უკაცრავად მკურნალობას ანდობდა მხოლოდ კუბელ ექიმებს. იქ ჩადიოდა თვეებით, იქ ატარებდა ამის და მიუხედავად ცდილობდა ამ კუბის ხელისუფლების მხარდაჭერის ყოველთვის გამოხატვას, მაგალითად მე მახსოვს უკვე სიკვდილის წინ რამდენიმე თვით ადრე უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მან კასტროების მხარდაჭერი გამოსვლა გააკეთა და თვალწდები 7 საათზე მეტი ფეხზე იდგა, რომ ეს მიმართვა მოსახლეობასთან და ბუნებრივია რეგიონთან გახმოვანებულიყო სრულ მასშტაბიანად, რეგიონალური მასშტაბით, რა მოკლედ რო ვთქვათ. ეს დამოკიდებულება ჰქონდა უგო ჩავეს და კომუნისტური პარტიაც კუბის საკმაოდ წყნარად იყო ამ პერიოდში. უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ და მადუროს გაპრეზიდენტების შემდეგ გარკვეული პრობლემები შეხვდა ვენესუელას, მადურო ვერ აღმოჩნდა სათანადო მენეჯერი, პლუს ამას კიდევ უფრო გაიზარდა კორუფცია ხელისუფლების ცვლილებიდან გამომდინარე და ფაქტობრივად წამგებიანი არა, მაგრამ მცირედი მოგებაზე მუშაობდა მხოლოდ ვენესუელა თავის ნავთობის ერთგვარად მოპოვების კუთხით. თუ ჩავესის დროს დაახლოებით 3 მილიონ ბარელს დიახ აწარმოებდა ვენესუელა, მადუროს პერიოდში 700,000-მდე დაეცა ეს მაჩვენებელი შესაბამისად, ჯერ ესეთი მადურო უფრო მეტად კორუმპირებული იყო იდეოლოგი იყო ჩავესის მსგავსად შესაბამისად არც იმდენი ინტერესი არ ქონდა კუბის მხარდაჭერის, პლუს ამისა თვითონ ფინანსური შესაძლებლობაც არ ქონდა ანალოგიურად ჩავესისა დახმარებოდა კუბას და ნუ აქ უკვე კუბის ეკონომიკას ნამდვილად დაეტყო ეს ცვლილება, უკვე წავიდა დაღმავალი გზით ეკონომიკა. ჯერ ჩემი ყოფნაში მე მექსიკიდან კუბასაც ვფარავდი გარკვეული პერიოდის შემდგომში უკვე საელჩო გაიხსნა ჰავანაში. საჭმელი პრაქტიკულად არ იყო, შეუნდა გეყიდა კერძოდ, მაღაზიაში რომ შესულიყავი, საჭმელი არ იყო უკვე ბაქ პერიოდში, მე ვსაუბრობ 2015 წლამდე. და წარმოგიდგენიათ ამ პრობლემების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გამკაცდა და დღეს რასაც ჩვენ ინფორმაციას ვკითხულობთ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და სანქციების გამკაცრების შედეგად რეალურად არანაირი ენერგიის წარმოების გენერაციის საშუალება არ გააჩნია, საათობით სინათლე გამორთულია, ნავთობი ვერ საიდან ვეღარ შედის, მით უმეტეს მადუროს დატყვევებით ვენესუელის წყაროც მთლიანად დაიხურა. ერთადერთი გამონაკლისი 12 მარტის ბოლოს გააკეთა ტრამპმა, როდესაც რუსული ტანკერი შეუშვა კუბაში,
რუსეთი კვლავ ცდილობს მაინც ერთგვარად მხარდაჭერას ამ კომუნისტური რეჟიმის ვინაიდან რუსეთი დღეს არის მოდით ესე ვთქვათ მე მას ვერ დავარქვევ ჰეგემონს მე ვერ დავარქვევ მაგას როგორც სუპერ ქვეყანას უფრო არის პრობლემების შემქმნელი ქვეყანა trouble maker ინგლისურად რო ვთქვათ რეალურად მისი 8 წელი კუბაში შეიძლება იყოს ის რომ მან შეინარჩუნოს თავისი მოსმენები სიახლოვიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურასთან კავშირში მან გაამაგროს ეს რეჟიმი რომ არ დაუშვას ერთგვარად ამერიკის შემოსვლა სრულყოფილი შემოსვლა ამ ქვეყანაში სწორედ ამიტომ ეს დახმარება არ არის იდეოლოგიური აბსოლუტურად ეს არის პრაგმატული შექმნას პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ამის და მიუხედავად ჩვენ როგორც ვიხილეთ ტრამპმა საკმაოდ ესეთი მარტივად შეხედა რუსული ტანკერის შესვლას კუბის რესპუბლიკაში მიუხედავად თავისი განცხადებული ბლოკადისა და მან დაუშვა რომ ერთგვარად ეს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა მოსახლეობისთვის ისიც ძალიან მცირედი არის ნახოთ შემდგომში რა იქნება მაგრამ შეიძლება რაღაც რამოდენიმე 10 დღეზე ორ კვირაზე ვსაუბრობდეთ ამ ქვეყანას რომ ეყოს ის რაც ერმა ტანკერმა შეიტანა რომ ძირითადად სასოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს რომ მიეწოდოს უნდას ელექტროენერგია. ანუ პრობლემები ძალზე დიდი არის ეკონომიკური აქ რა ხდება ეს უნდა განსაზღვროთ ეს არის იდეოლოგიური ანკლავი თუ ერთგვარად გადარჩენის რეჟიმში იმყოფება ხელისუფლება შეიძლება ითქვას რომ დღეს არსებული პრეზიდენტი მიგელ დიას-ის იყო კასტროს არჩეული და ხარს უჭერდა მის კარიერას და წინსვლას საკმაოდ ახალგაზრდა კაცი არის მაგრამ მას არანაირი მხარდაჭერის იმედი არ გააჩნია გარდა ჰუმანიტარულისა ერთადერთი კითხვის ნიშანს იწვევს ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ტრამპის გაცხადებული სანქციები იქნება უპირობო და უგაცრავად იქნება მტკიცე და არ დაუშვებს რუსეთის მსგავს შენატანებს კუბის ეკონომიკაში თუ აქ რაღაც გამონაკლისები იქნება დაშვებული მეორე მომენტი არის რომ კუბა არის საკმაოდ საუკეთესო ტრადიციებზე კომუნისტურ ტრადიციებზე გაზრდილი ქვეყანა და სრული კონტროლი აქვს ხელისუფლების შტოებს, ძალოვნებს მოსახლეობაზე, საკმაოდ სუსტი ოპოზიცია არის, რომელიც უფრო დისიდენტურ დონეზე მოქმედებს, ისიც უკანასკნელი დისიდენტი თუ არ ვცდები ოქტომბერში გაუშვეს ნებაყოფლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთგვარი მეთოდი გამოძებნა კუბის ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი პირების გაგზავნა ნიკარაგუაში და შემდეგ უკვე ისინი გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამის სხვა გახსენებთ ანუ სურვილი იყო რომ ოპოზიციური ძალები ქვეყნიდან გასულიყო რაღაც მანიშნებელი არის ხო ეტყობა შემუშავებული ტაქტიკა და სტრატეგია არის ეს და ამდენად ადგილზე ვერ ვიტყვით რომ რაღაც ორგანიზებული ჩამოყალიბებული ჯგუფები არსებობს. ბუნებრივია არის და წინააღმდეგობაც იყო განსაკუთრებით ეს პანდემიის პერიოდში შეინიშნებოდა როცა ხალხს ცხოვრების საჭმლის საშუალება არ ჰქონდა და წამლის საშუალება არ ჰქონდა ცნობილმა კუბურმა მედიცინამ ვერ გაამართლა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მათ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ კოვიდთან ბრძოლის მაგ პერიოდში დაიწყო აქტიური დისიდენტური მოძრაობა და ოპოზიცია საინტერესო არის რომ ერთი დაჯგუფება ქვია ქალები თეთრში რომლებიც ძირითადად არიან მეუღლეები პოლიტიკური დისიდენტების რომლებიც ციხეში ისხდნენ და ესენი პროტესტს გამოთქვამდნენ თავისი მეუღლეების მხარდასაჭერად და ესე ჩამოყალიბდა ეს მოძრაობა სწორედ ამ რუსული გემის ტანკერის შესვლის წინ კუბამ ერთგვარად კეთილინების ბრჭყალებში ჩავსვათ
ნაბიჯი გადადგა და გაანთავისუფლა 2000-მდე პოლიტიკური პატიმარი, რაც ასევე მეტყველი არის, რომ საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში არის ხელისუფლება და ნახოთ რა განვითარებები იქნება. კუბამ ვერ გამოიყენა ობამას პერიოდის დროინდელი შესაძლებლობა ესე ვთქვათ, მშვიდობიანად გადაწყვიტოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და დაუშვას ერთგვარი დიალოგი და შესაბამისად თანამშრომლობაც ორ ქვეყანას შორის. ძალზე საინტერესო არის ჩინეთის პოზიცია, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთი მოწადინებულია ინვესტირებაზე და ერთგვარად soft power, ანუ რბილი ძალის გამოყენებაზე. კუბის შემთხვევაში საკმაოდ ფრთხილად იქცევა ჩინეთი, იმიტომ რომ ჩინეთის მოწოდება იყო კუბას გაეზიარებინა ჩინური მაგალითი ესეთი გეგმური ეკონომიკის გადაკეთების საბაზრო მიმართულებით. კუბა მას არ თანხდება, იმიტომ რომ ეშინია ერთგვარი ჩარევის, ამ თავისუფლების, საბაზრო ეკონომიკური თავისუფლების და უკვე ჩინეთიც აღარ ცდილობს არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ინვესტიცია განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, რომელიც იდეოლოგიური პრინციპების გამო არ არის მზად გახსნას თავისი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩინური ინვესტიციების აქ ვერ იქნება გადარჩენა, ანუ ჯერჯერობით ეტაპობრივად მიდის იქამდე, რომ აი რუსული ჰუმანიტარული დახმარების გარდა არანაირი შესაძლებლობა აღარ არსებობს კუბისა რომ გადარჩეს. უნებრივია ეს ტკივნეული არის მოსახლეობისათვის და რადურომდე გაწელავს, გაკაჩავს ხელისუფლება ამას, ნახოთ მომავალი დაგვაჩვენებს. როგორც თქვით, კუბა ძალიან საინტერესო არის განსაკუთრებით რიტორიკიდან გამომდინარე და მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე პარალელს ამერიკის შიდა პოლიტიკასთან. მარკო რუბიო არის შთამომავლობით კუბელი, მისი მშობლები კუბიდან გაიქცნენ და მარკო რუბიო ასევე არის ადამიანი, რომელზეც არის ძალიან დიდი საუბრები, რომ 2028 წელს შესაძლებელია რესპუბლიკური პარტიის მხრიდან იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი და იგი აქტიურად არის, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაში ჩართული, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის მიმართულებით. ის აქტიურობდა ჯეიდი ვენსზე გაცილებით უფრო აქტიურობდა ვენესუელაში, როდესაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია და არის მოსაზრება, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი არის კუბის დემოკრატიზაცია და კუბაში რეჟიმის ცვლილება, რასაც იგი გამოიყენებს პოლიტიკურ დივიდენდებად მისი სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თქვენი აზრით, კუბა შემდეგია? ეს როგორც ამერიკელები თქვენ მილიონის შეკითხვა არის ნამდვილად. მოდით მარკო რუბიოთი დავიწყოთ. შთამომავალი არის კუბიდან განმოსახლებული მშობლების, ბუნებრივია მას ჭიდრო კავშირები აქვს კუბასთან და მე ვიტყოდი მთელი მისი პოლიტიკური კარიერა იგი თანმიმდევრული მხარდამჭერი იყო კუბის მიმართ აქტიური ქმედებების გატარების, იგულისხმება აქ სანქციები, ბუნებრივია არა რაღაც სამომარი მოქმედება. ბოლო პერიოდამდე ის სენატორის პოზიციიდან მხარს უჭერდა კუბაზე ცვლილებებს და რაც შეეძლო ამ კუთხით აქტიურად მოქმედებდა. მაგალითად, საკმაოდ კრიტიკული იყო პრეზიდენტ ობამას მიმართ, რომელიც დიალოგზე წავიდა და ესეთ სახით ცდილობდა კუბის ვითარების ნორმალიზაციას. თუმცა დღეს უკვე სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მას მეტი სიფრთხილე შესწევს და შეიძლება ისეთი ცალსახა მიდგომებს არ აფიქსირებს, თუნდაც ახლა ამ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების შემდეგ რუსული ტანკერის შესვლასთან დაკავშირებით რამე ნეგატიური დამოკიდებულება მას არ გამოუხატავს, უკვე სახელმწიფო მოხელე არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და შესაბამისად მისი რიტორიკაც უფრო ჩამჯდარი იმ ჩარჩოებში, როგორც მოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი. ბუნებრივია, რუბიოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი არის კუბის საკითხის გადაწყვეტი და ის ერთ-ერთი მხარდამჭერი იქნება, რომ დემოკრატიზაცია მოხდეს იმ პროცესების, რა სახით ეს მეორე საკითხავი არის, ეს იქნება აქტიური აგრესიული ქმედებები თუ ეს იქნება ისევე რაღაც დიპლომატიური, ჰუმანიტარული გზები ამას მომავალი გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს კუბა, ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, თუმცა არა გადამწყვეტი. დღეს მოგეხსენებათ
ტრამპის ყურადღება სულ სხვა ფრონტზე არის მიმართული და ამდენად ალბათ სხვა მიმართულებებით მისი წარმატებები ან წარუმატებელი განსაზღვროს თუ რა პოლიტიკას აირჩევს ამ მიმართულებით ისევე მრავალი რამ არის დამოკიდებული უშუალოდ კუბელებზე საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან რა თქმა უნდა ეს მეთოდი არის ხალხის თავრობის წინააღმდეგ ერთგვარი აღზევებისა და წინააღმდეგობის გაწევის კუთხით, თუმცა რამდენად გადამწყვეტი იქნება იმ კომუნისტურ რეჟიმში, რაც დღეს კუბაში სუფევს, რთული არის ამის პროგნოზის გაკეთება. მოდით ესე ვთქვათ, კუბა ნამდვილად პრიორიტეტი არის, რომ შევაჯამოთ ჩემი პასუხი. ნამდვილად ამერიკა გადადგავს ქმედით ნაბიჯებს, რა სახით იქნება ეს ბევრწილად დამოკიდებულია სხვა ფრონტზე, რა წარმატებებს მიაღწევს. და უკვე ამის შემდეგ ჩვენ უფრო კაფეოდ დავინახავთ ამ ქმედებებს. ქმედებები რომ იქნება ეს ცალსახა არის. კი ბატონო. ჩვენ ვისაუბრეთ ლათინური ამერიკის სამ ქვეყანაზე, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ამერიკის უშუალო სამეზობლოში პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ძალიან შორი არის ეს რეგიონი, საქართველოსაც აქვს გარკვეული ურთიერთობები. თქვენ იყავით პირველი ელჩი მექსიკაში საქართველოს მხრიდან, თქვენ გახსენით საელჩო, ამისთვის თქვენ მიღებული გაქვთ მექსიკის უმაღლესი ორდენი, რომელიც უცხოელებისთვის გაიცემა, მაგრამ ამ ყველაფერს ეს არ იყო უბრალოდ სიმბოლური დიპლომატიური სვლა, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები და თუ შეიძლება ვისაუბროთ იმ კონკრეტულ მიზეზებზე, რისთვისაც საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ამ რეგიონში. მექსიკასთან ურთიერთობა ვერ ვიტყოდი, რომ ახლო იყო, მაგრამ არსებობდა საქართველოსი. მე პირველი ელჩი ვიყავი რეზიდენციით ქალაქ მეხიკოში, თორე იქამდე ჩვენი ელჩები ვაშინგტონიდან ფარავდნენ მექსიკას, ჩვენი საელჩო ვიზიტებით იმყოფებოდა ხოლმე ქალაქ მეხიკოში. უკვე მე დამევალა უშუალოდ ადგილზე საელჩოს გახსნა. არ იყო ეს მხოლოდ მექსიკის მიმართულება და რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობებით განპირობებული მექსიკასთან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების, რომ გახსნილიყო სამი საელჩო დაახლოებით პარალელურ რეჟიმში, რომელიც მთლიანად დაფარავდა ლათინურ ამერიკას. ეს გახლდათ საელჩო ქალაქ მეხიკოში, ასევე ბუენოს-აირესში და ბრაზილიაში. ანუ ამ სამი საელჩოთი საქართველოს მოახერხა მთელი ამ რეგიონის დაფარვა იმ პერიოდში, იგულისხმება როგორც სამხრეთ ამერიკა, ასევე ცენტრალური ამერიკა და კარიბები. საკმაოდ საინტერესო ეტაპი იყო ჩვენს დიპლომატიაში, პირველად მოხდა ესეთ შორეულ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატების წარგზავნა და ეს მე ვფიქრობ მიღწევათ უნდა ჩაითვალოს. უკვე შემდგომში დამოუკიდებელი საელჩო გაიხსნა უშუალოდ კუბის რესპუბლიკაში, რომელიც შეიძლება აქტიურად არა, მაგრამ დღესაც არსებობს ჰავანაში. აი ამ მიმართულებაზე შემიძლია ვთქვა, რომ აქ რამდენიმე მიზანი იყო. პირველი მიზანი იყო ის, რომ პოლიტიკურად საქართველოს არავინ არ იცნობდა. სწორედ ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ამ კუთხით ვენესუელას და ნიკარაგუას მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. რუსეთის ფედერაცია, ისევე როგორც ნიკარაგუა და ვენესუელა, საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ სხვა ქვეყნებთან, რომ ეს პოლიტიკა, ანუ ეს ნაბიჯები, დიპლომატიური ნაბიჯები გადადგმული იყო ეგრეთ წოდებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოს პოზიტიური წარდგენა მთლიანად ლათინურ ამერიკაში გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა და ამან დააჩქარა პროცესი. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა, სამივე საელჩომ აქტიურად იმუშავა ქვეყნებთან, არა მარტო მექსიკამ, არამედ ბუენოს-აირესმა, ბრაზილიამ. საქართველო გახდა ცნობადი
ერთგვარი პოზიტიური დღის წესრიგით შეიქმნა, დაიწყო პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება ქვეყნებს შორის მთლიანად ლათინურ ამერიკაში და ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც საქართველო არის დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ჩემი შეფასებით და მე ვფიქრობ ამ კუთხით გარკვეული შემდგომი ეტაპებიც შეიძლება განავითაროთ პოლიტიკურის გარდა ალბათ ეკონომიკური კომპონენტიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აქ ხელი უნდა შეუწყოთ თუ რაღაც საწარმო იქნება ამით დაინტერესებული ამ პირიქით ლათინურ ამერიკას საკმაოდ ძლიერი ეკონომიკები არის და მათ შეუძლიათ ერთგვარი დაინტერესება გამოხატონ შეიძლება არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის და როგორც დამაკავშირებელი სეგმენტი ცენტრალური და აზიის სხვა მიმართულებებით და მოკლედ აქ შეიძლება მუშაობა და ძალზე საინტერესო არის. რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის საქართველოსთვის კი არა გლობალურად რო ვთქვათ, ეს არის ის დამოკიდებულება, რაც რეგიონს ლათინურ ამერიკის რეგიონს გააჩნია გლობალურად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის დაპირისპირება რაც შეიძლება აღინიშნებოდეს რბილი ძალით ან აგრესიული განცხადებებით სახეზე არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები მოწადინებულები არიან უფრო აქტიური სუვერენული პოლიტიკის გატარებით და ერთის მხრივ ას რიტორიკა, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მოსდევს უფრო მკვეთრი განცხადებები შეიძლება მოკლე პერიოდში ერთგვარად დაბნეულობას იწვევდეს თუ როგორ უნდა მოიხსნეს ქვეყნები, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში შეიძლება პოზიტიურადაც აღვიქვათ, ვინაიდან უფრო კაფიოდ ჩამოყალიბდება ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულება და ურთიერთობები გარე აქტორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, აქ გადამწყვეტი როლი მიენიჭება ინტენსივობას ურთიერთობების და მე ვფიქრობ თავად შარშან გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ცხადყოფს, რომ ამერიკისათვის დასავლეთი ნახევარსფერო ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ასევე მიუთითებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიური იქნება წყნარი ოკეანის მიმართულებით, შესაბამისად გარკვეული რესურსების გადასროლა ალბათ ამ მიმართულებითაც მოხდება და ერთგვარი დიდი თამაშის მონაწილეებით შეიძლება გავხდეთ, როდესაც შედგება ერთგვარი შეთანხმება ჰეგემონებს შორის თუ როგორი თამაშის წესები უნდა გახდეს წამყვანი ჩვენს მსოფლიოში. ეს ამ მხრივ ალბათ პოზიტიურადაც უნდა აღვიქვათ, შეიძლება ნაკლები ყურადღება ეთმობა ფასეულობებს, მაგრამ უფრო ორიენტირებული არის შედეგებზე და უფრო მკაფიო სურათს მიიღებს მსოფლიო და მსოფლიო არქიტექტურა ამ ურთიერთობების გარკვევის შემდეგ უნდა იმედი ვიქონიოთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლოს არ არის ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ, შეიძლება სხვის მაგალითებზეც ვისწავლოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს რეგიონი გაგვაცანით შეძლებისდაგვარად იმ მოკლე დროში, რა მოკლე დროც ჩვენ გქონდა ამ ეპიზოდის ჩაწერისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ ბოლომდე. თუ ბოლომდე გვიყურეთ, ესე იგი მოგწონთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი კონტენტი, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, ასევე გამოყვეთ პოდკასტის Facebook და Instagram გვერდებზე და ასევე ჩვენ გვაქვს TikTok-ის გვერდი, რომელსაც შეგიძლიათ გამოყვეთ, სადაც ვტვირთავთ ხოლმე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს და ვფიქრობთ საკმარისი აუდიტორიის დაგროვების შემთხვევაში, რომ დავამატოთ პოდკასტის გარედან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონტენტი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე.